თავისუფალი საქართველოს იმერეთის ბიუროს ხელმძღვანელი მერია სოციალურად დაუცველთა პრობლემებით დაინტერესებისკენ მოუწოდებს. ზულაიას განმარტებით მაშინ, როცა ქუთაისელთა ნაწილს გაუსაძლის პირობებში უწევს ცხოვრება, მერიაში გასულ წელს 9 მილიონ ლარამდე სახალხო დანამატები და პრემიები გაიცა. ზულაიამ ჟურნალისტებს უგუნავას 12-ში მცხოვრები მოსახლეობის მდგომარეობა გააცნო და ადგილობრივ თვითმმართველობას კიდევ ერთხელ გააქტიურებისკენ მოუწოდა. თავისუფალი საქართველოს იმერეთის ბიუროს ხელმძღვანელის განმარტებით, თუ კი ცვლილებები არ მოხდება, მომდევნო კვირიდან მერის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას დაიწყებს. ზულაიას ბრალდებებს გამოეხმაურნენ ქუთაისის მერიაში. ასობით ოჯახი ცხოვრობს ასეთ პირობებში ამ ქალაქში, 1000-ობით ბავშვი ვიზრდება ასეთ პირობებში, კატორღულ პირობებში და ამ დროს მერია ბედავს თავხედურად 500-1000-მდე, ანუ 9 მილიონამდე დანამატებს და პრემიებს იღებს. მე ვთვლი, რომ ესა უზნეობა, ამიტომ მოუწოდებ შოთა მურღულიას. გადააყენოს მთავრობა და მოიყვანოს ის მთავრობა, რომელიც ამ ქალაქს ბოლო-ბოლო რაღაც საშუალებას გაუჩენს, რაღაც ფუნქციას მოუნახავს. არ იქნება ეს ასე ერთ კვირაში, მე ვპირდები მას. გაუკეთებ იმდენ ხელმოწერას, რამდენი ხმაც ვითომ მიიღოს შოთაშორის. თანამშრომლობთ მხოლოდ ბინათ მესაკუთრეთა ამხანაგობებთან. მათ პირველ რიგში უნდა შექმნან ბინათ მესაკუთრეთა ამხანაგობა. ის შექმნის შემდეგ უნდა მოგმართოს უკვე ამხანაგობამ განცხადებით, თუ გადახურვა ესაჭიროება და არის იქ პრობლემები. ბინით დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით, რაც შეეხება ეხლა მიმდინარე წელს გამოყოფილია თანხა სოციალური საცხოვრისის აშენებასთან დაკავშირებით, იქ საკუთრებაში არ გადაეცემათ, მაგრამ ისარგებლებენ სოციალური საცხოვრისით, იცხოვრებენ იმ ბინაში, ოღონდ ამას განიხილავს შესაბამისი კომისია.